დიქტატორი არჩევნების გარეშე ამერიკის 47 პრეზიდენტი ასე უკრაინელ კოლეგას მოიხსენიებს და ომის პირობებში არჩევნების ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ტრამპმა ზელენსკი მიზანში მას შემდეგ ამოიღო, რაც ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების მიღმა დარჩენაზე უკმაყოფილება გამოთქვა. ტრამპმა ზელენსკის რეიტინგიც დაუწუნა და განაცხადა, რომ მას არჩევნების ჩატარების ნაცვლად მუქთა მჭამელობის გაგრძელება სურს. ამერიკის პრეზიდენტი ვერც იმ ფაქტს ივიწყებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებზე წლების განმავლობაში უარს ამბობდა. ზელენსკი დაარწმუნა, შეერთებული შტატები 350 მილიარდი დოლარი გამოეყოთ ომისთვის, რომლის მოგება შეუძლებელია და რომელიც არასდროს დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. ამ ომის დარეგულირება ახლა ტრამპის და შეერთებული შტატების გარეშე ვერ მოხდება. ბაიდენი არასდროს ცდილობდა ამას. ევროპამაც ვერ მოიტანა მშვიდობა. ახლა ზელენსკი იმედგაცრუებულია, რომ მოლაპარაკებაზე არ მიუწევიათ, მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში მას არ ქონია შეხვედრები და სატელეფონო საუბარიც კი, რომ ეს ომი შეეჩერებინა. ეს საშინელებაა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა. მისი ქვეყანა განადგურებულია. მილიონობით ადამიანი უაზროდ დაიღუპა. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. ვიღაც ამბობს, რომ მას მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ როგორ შეიძლება მისი რეიტინგი მაღალი იყოს, როცა უკრაინის ქალაქები ნადგურდება? ამერიკის პრეზიდენტმა არც ეს იკმარა და უკრაინელი კოლეგა მისი კაბინეტის წევრების უპატივცემულობაშიც დაადანაშაულა. ტრამპი ირწმუნება, რომ შტატების ფინანსთა მინისტრს კიევში ვიზიტისას უხეშად მოექცნენ. ამტკიცებს, რომ ზელენსკის ეძინა და ამერიკელ ჩინოსანთან შეხვედრისთვის მიუწვდომელი იყო. ჩვენ საკუთარ ფულს უკან ვერ ვიღებთ, ამიტომ უკრაინას უთხარით, რომ რამე უნდა გვეღონა. ისინი ამას დათანხმდნენ. რის შემდეგაც უკრაინაში სტოკ ბესეტი ჩავიდა და მას ძალიან უხეშად მოეპყრნენ, რადგან რეალურად უარი უთხრეს. ზელენსკის კი ამ დროს ეძინა და შეხვედრისთვის მიუწვდომელი იყო. ბესეტმა ძალიან სახიფათო მარშრუტით რამდენიმე საათი მატარებლით იმგზავრა და საუბარი გვაქვს სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, რომელიც იმისთვის ჩავიდა, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერათ, მაგრამ ხელცარიელი დაბრუნდა. ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას მისი მარჯვენა ხელიც იზიარებს. ილონ მასკი უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის გახარჯვის გამოძიების ინიციატივით გამოდის. პარალელურად კი აცხადებს, რომ ზელენსკიმ ქვეყანაში პრესის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს. კრიტიკას უმცროსი ტრამპიც უერთდება და წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა მისთვის უმნიშვნელო ომში ფულის ხარჯვა უნდა შეწყვიტოს. ზელენსკი უკრაინელი ხალხის ნებას ვერ წარმოადგენს თუ ის პრესის თავისუფლებას არ აღადგენს და არჩევნების გაუქმებას არ შეწყვეტს. მოდით შევაჩეროთ უაზრო სიკვდილი და უსასრულო ხარჯვა იმ ომზე, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოა. ზელენსკი მსახიობია, რომელიც ყველას ფულს სძალავს, არჩევნებს აუქმებს და უკრაინაში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ეს რესპუბლიკელი კონგრესმენების პოზიცია. ითქვა ისიც, რომ ზელენსკი წარმართავს ომს, რომელმაც უკრაინელი მამაკაცების მთელი თაობა გაანადგურა. ტრამპის კრიტიკა უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ვაშინგტონს კიევიდან უკვე შეუთვალეს, რომ უკრაინას დანებებას ვერავინ აიძულებს და ქვეყანა თავისი არსებობის უფლებას დაიცავს. თავშეკავებულობით გამოირჩეოდა თავად უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც ტრამპის კრიტიკა უპასუხოდ დატოვა და აქცენტი მხოლოდ იმაზე გააკეთა, რომ უკრაინის ბედი პარტნიორების მხარდაჭერაზე გადის. ყველაფრის მიუხედავად უკრაინას ევროპის ერთიანობისა და ამერიკის პრაგმატულობის იმედი აქვს. უკრაინის მომავალი დამოკიდებულია პარტნიორობის ერთიანობასა და მხარდაჭერაზე. იმედი მაქვს უკრაინელების ერთიანობისა და სიმამაცის, ევროპის ერთიანობის და ამერიკის პრაგმატულობის. ამერიკის, რომელსაც ისევე ჭირდება წარმატება, როგორც ჩვენ ყველას. წარმატება აერთიანებს. ერთიანობა კი ჩვენი მომავლის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. მომავლის, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პუტინთან. სანამ ტრამპი ზელენსკის კრიტიკით თავს იწონებს, თავად ევროპელი ლიდერების სამიზნე ხდება. ტრამპის კრიტიკა განზე დარჩენილი ევროპელი ლიდერებისთვისაც მიუღებელია. გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ნორვეგიის ლიდერები თანხმდებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტის დიქტატურაში დადანაშაულება უსაფუძვლოა. ამას კი იმით ხსნიან, რომ უკრაინას ომის პირობებში სრულფასოვანი არჩევნების ჩატარება არ შეუძლია. განსაკუთრებით მწვავე იყო შვედეთის ყოფილი პრემიერი შეფასება, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპი უბრალოდ გაგიჟდა. ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დიქტატორის წოდება აბსურდია. რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ ტვიტის გაგზავნის ნაცვლად, მაშინ გეცოდინებათ, ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება. ხალხს რუსეთში, ხალხს ბელორუსში. უკრაინელი ხალხი კი მთავრობასთან ერთად იბრძვის საკუთარი დემოკრატიისთვის.
უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია მთლიანად დასავლეთის საზოგადოების კაპიტულაცია იქნება ამ ფაქტის ყველა შედეგით. არავის მისცეთ საშუალება თავი მოგაჩვენონ, თითქოს ამას ვერ ხედავენ. უკრაინა დემოკრატიაა, პუტინის რუსეთი კი არა. ასეთია ევროკავშირის პოზიცია. უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. მას უკრაინაში ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის დამყარება სურს. გამოითქვა ვაშინგტონში ჩასვლისა და ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილიც. ჩვენ დგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი. ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება. უკრაინა ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული, მისი უფლებები კი დაცული. ბრიტანული მედია ისევ ტრამპის ზრახვებზე წერს და ირწმუნება, რომ ამერიკის პრეზიდენტის გუნდს ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოშორება სურს. ეჭვები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე მოლაპარაკებებში მეტი კოზირი აქვს.